მოგესალმებით. როგორც 2 დღის წინ შეგგვირდით, დღეს ჩვენ უფრო მეტნი ვართ, ვიდრე ვიყავით გუშინ. ჩვენი გუნდის რიცხვი დღითი დღე იზრდება და დღეს თქვენს წინაშე არის წარმოდგენილი ადამიანები, რომლებმაც ღიად დააფიქსირეს თავისი აზრი, მხარდაჭერა ქართული ოცნების მიმართ. ეს ადამიანები გახლავთ სამტრედის რაიონის გამგეობის თანამშრომლები, პედაგოგები, ეს ადამიანები გახლავთ სამტრედის რაიონის ექიმები, ეს ადამიანები გახლავთ რკინიგზის თანამშრომლები. მე მინდა ყველას უთხრათ, რომ თითეული ადამიანი, რომელიც მხარდაჭერას გამოუცხადებს ქართულ ოცნებას, თანადგომას გამოუცხადებს ქართულ ოცნებას, ვიცით, შიში ძალიან დიდია, მაგრამ უმეტესმა ნაწილმა ჩვენი ქვეყნის მოსახლეობისამ შიში გადალახა. და ნუ გეშინიათ ხალხო, თქვენ მარტო არ ახართ. თქვენს უკან, თქვენ ოჯახების უკან დგას ქართული ოცნების უზარმაზარი ჯარი, ბატონი ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით. უპირველეს ყოვლისა საქართველოში არის ჯანდაცვის რეფორმის განხორციელების პრობლემა. მთელ საქართველოში პირადად მე და სხვა ექიმები, რომლებიც სამსახურიდან გაგვიშვეს სამტრედიაში იმათ სახელით საუბრობ ყველა თეთრხალათიანის სახელით, რომლებიც ჯანდაცვის ობიექტებიდან გაუშვეს და ალბათ უპრიანი იქნება ექიმი დარჩა უავადმყოფო და ავადმყოფი უექიმოდ. ეს არის ალბათ პირველადი და უპირველესი. ჯანდაცვის რეფორმა მიბმულია სადაზღვევო პროგრამასთან. ექიმს არ აქვს, ავადმყოფს არ აქვს იმის უფლება, რომ აირჩიოს ექიმი. ავადმყოფს არ აქვს იმის უფლება, რომ აირჩიოს სადაზღვევო კომპანია და ავადმყოფს არ აქვს უფლება, რომ აირჩიოს საავადმყოფო. ბატონ ბიძინა ივანიშვილს არაჩვეულებრივი ჯანდაცვის პროგრამა აქვს საჩხერის რაიონში განხორციელებული. თუ ისე იმ პროგრამით განხორციელდება ყველაფერი და მთელი საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა კი არა, მთელი საქართველოს მოქალაქეები იქნებიან დაზღვეული, ყველა ადამიანი ამოისუნთქავს, ექიმიც ამოისუნთქავს და ავადმყოფიც. მივესალმები სრულიად საქართველოს განათლების სისტემის თანამშრომლებს. მე ვარ მასწავლებელი და რამოდენიმე წელია მე ვამჩნევ, რომ საქართველოში საუბედურო ძალიან ცუდი სენი, შიშის სენი მოედო. თითქმის ჩვენი ცხოვრების ყველა სფეროს. შიშია გამეფებული საფეხურების მიხედვით. ეშინია პირველ პირს, როგორც მე ვხედავ, ეშინია მეორე საფეხურზე მდგომ მინისტრებს, ეშინიათ განათლების სისტემის ხელმძღვანელებს რაიონებისას, ეშინიათ მათ მიერ ლოტოტრომით ნასროლ სკოლის დირექტორებს და ეს შიში საუბედუროდ გადასულია მასწავლებლებზე. არ ეშინიათ მხოლოდ და მხოლოდ ჩვენს აღსაზრდელებს, რომელიც სიამაყით, ლამაზი სიცოცხლით სავსე თვალებით შემოყურებენ და ალბათ გრძნობენ შეშინებულ მასწავლებელს. ამიტომაც გადმოყურებენ ამაყად. მე ვფიქრობ დადგა დრო ყველა მასწავლებელმა დაძლიოს შიში, რომ საქართველოს აღუზარდოს ჭკვიანი, ლაღი, პატრიოტი და ერთმანეთის სიყვარულით გაჯერებული ახალგაზრდობა. მოუწოდებ ყველა მასწავლებელს დადგეს საქართველოს ქართველი ერის, ქართული გენის გადარჩენის გზაზე.